ღაზაში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა. ისრაელმა ღაზაზე მორიგი საჰაერო იერიში დილის საათებში მიიტანა. ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში ისრაელის თავდასხმების შედეგად 30 სექტემბერს 5 პალესტინელი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის იყო ჟურნალისტი იაჰია ბარზაკი, რომელიც თურქულ კომპანიასთან, ტერეტესთან თანამშრომლობდა. თურქული მედია საშუალების ინფორმაციით, იაჰია ბარზაკი სამშაბათს ალყაში მოქცეულ პალესტინის ანკლავში დაიღუპა. ომის დაწყებამდე ბარზაკი ფოტოგრაფად მუშაობდა და ძირითადად ახალშობილებს უღებდა ფოტოებს. ომის დაწყების შემდეგ კი მან ომის ამბების გაშუქება გადაწყვიტა. ჟურნალისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. ღაზაში დაღუპულთა ცხედრები ალ-აქსას მოწამეთა საავადმყოფოში გადაასვენეს. ჩვენ აღარ გვინდა მშვიდობა, მხოლოდ სიკვდილია ხსნა. ეს ახალგაზრდა ბიჭია, მხოლოდ 17 წლისაა. გვეუბნებიან, რომ მშვიდობა და შეთანხმება იქნება. შემდეგ ისევ გხოცავენ. ისრაელს ღაზაზე იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებთან 21 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემუშავების ფონზე მიაქვს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმაზე უკვე შეთანხმდნენ. ახლა პასუხს ჰამასისგან ელიან. მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მედიატორის კატარის მთავრობის ინფორმაციით, არაბული და მუსლიმანური ქვეყნები გეგმასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპთან ერთად შემუშავებულ თავდაპირველ წინადადებაში ცვლილებები ისრაელის სასარგებლოდაა შეტანილი და მასში პალესტინის სახელმწიფოებრიობაზე საუბარი არ არის. კატარში მიაჩნიათ, რომ გეგმის გარკვეულ პირობებთან დაკავშირებით დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო. დონალდ ტრამპმა კი 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ჰამას პასუხისთვის მხოლოდ 3-4 დღე აქვს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მაჯედ ალ-ანსარის ინფორმაციით, არაბი შუამავლები და თურქი ოფიციალური პირები ჰამასის წარმომადგენლებს დოჰაში შეხვდებიან. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს ჰამასის მიერ აყვანილი ყველა ისრაელელი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ჰამასის განიარაღებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და ღაზის რეკონსტრუქციას.